აბა მოგესალმებით კიდევ ერთხელ, არც უკვე მესამე დღეს ვიწყებთ მესამე და მე ვიტყოდი ისეთ საკუთრივ ღვინოსთან დაკავშირებულ, უშუალოდ ღვინოსთან დაკავშირებულ პანელურ დისკუსიას. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება, იმიტომ რომ ამის ყველანაირ იმედს გვაძლევენ ის ადამიანები, რომლებიც არიან წარმოდგენილები ჩვენთან პანელზე, ირაკლი ჩხაიძე, გია პირადაშვილი და გოგა თევზაძე იქნებიან ჩვენთან და ვისაუბრებთ მომავლის გემოებზე. აი ესეთი რაღაც დავარქვით ამ პანელს და მისი მიზანი, როცა ვაკეთებდით, პირველ რიგში იყო იმის გარკვევა, ჯერ ესეთი წარსულის გააზრება, აწყვოზეც რო შევჩერდეთ მერე და ვილაპარაკოთ იმაზე, როგორი მომავალი აქვს საკუთრივ ქართულ ღვინოს. მაგრამ მე მგონი იმისთვის რომ გავიგოთ როგორი მომავალი აქვს, წარსულსაც უნდა შევხედოთ ხოლმე, ხო? ერთი კარგი გამონათქვამისა არ იყოს. მე მაქვს ძალიან ზედაპირული ცოდნა ღვინოში და ძირითადად მოქმედებ ხოლმე რაღაც ინსტინქტებით. დაახლოებით როგორი წარმოდგენებიც მაქვს, აი ისეთ რაღაცებს ვამბობ ხოლმე და მაქვს ესეთი განცდა, რომ საბჭოთა 70 წლიანმა ტყვეობამ შეცვალა არა მხოლოდ ღვინის ხარისხი და რაც პლინტუსამდე დაიყვანა ეს ყველაფერი, არამედ სადარო შეეცვალა ქართველი ადამიანის მიდგომაც ღვინის მიმართ. ხო? და ამის კარგი დასტური ვფიქრობ არის სწორედ მაგალითად ოთარ იოსელიანის გიორგობის თვე. მოდით გვითხარით თქვენი დამოკიდებულება აი ამ 70 წლიან პერიოდზე, რამხელა იყო ზარალი ამ მიმართულებით და შეძლო თუ არა საბოლოოდ, ანუ 10 წლის წერტილი ახლიდან დავიწყეთ თუ არა 90-იან, შეძლო თუ არა საბოლოო ჯამში რომ ბოლომდე შეეცვალა ქართველი ადამიანის დამოკიდებულება, აღქმა და მსოფლმხედველობა ღვინის მიმართ. აბა, შევუყვეთ ნელა. მიკროფონები ჩართულია მე მგონი. მოგესალმებით. გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს და მერანოს ფესტივალს შატო მუხრანში და ძალიან საინტერესო პროფესიონალური და სასიამოვნო გარემოა და დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ყველას, ორგანიზატორებს და ასე შემდეგ მონაწილეებს. ორი სიტყვით, ეხლა მე საბჭოთა დროინდელი მეღვინეობა, ასე ვთქვათ, იმდენად არც მონაწილეობდი, არც ვიყავი მეღვინე იმ პერიოდში, ესე იგივე გიორგობის თვე იქნებოდა თუ ესე იგი ფილმებიდან შეიძლება მეც მენახა, თუმცა უფროსი თაობის მეღვინეებს ვიცნობდი და ძალიან ესეთი საკმაო გამოცდილება დამიგროვდა მათთან მუშაობით. პირადად მე 96 წელს დავიწყე მეღვინეობა. 97 თქვენ გაგხვდათ საკუთრივ შედეგები იმ პერიოდის. კი, ეს ის პერიოდია ორი სიტყვით, აი წარმოდგენა რო შევქნათ, მაგ პერიოდისთვის ეგრეთ წოდებული ცივად ჩამოსხმა ღვინის არ ხდებოდა საქართველოში. ღვინის პასტერიზება ხდებოდა, გაცხელება 70 გრადუსამდე და ჩამოსხმა. სამწუხაროდ იყო ესეთი პერიოდები, ცივად ჩამოსხმაში ორი სიტყვით იგულისხმება, ანუ სტერილური ფილტრაცია და ბევრი კიდე ის საინტერესო მეღვინეობის პრაქტიკა, რომელიც შემოვიდა, განვითარდა, არ იყო ადრე. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდი ღვინოები იყო დაყენებული იმ პერიოდისთვის, იყო დაძველებული ღვინოები, საინტერესო მეღვინეობაც, მევენახეობაც, მაგრამ თავის ბევრი პლუს მინუსებით. ეხლა აქ ძალიან დიდი საუბარი რო არ გავაგრძელო, მაგრამ ქართული გემოები და თქვენ რაც თავიდან თქვით, დაასახელეთ და აი ეს ქართული ღვინის სურნელი, ის მოდა, ესე ვიტყოდი, და ის სტილისტიკა ძალიან ძლავრად არის ბოლო 10-15 წელი შემოსული. ეს არ განისაზღვრება მხოლოდ მარტო ქვევრის ღვინის დაყენებით, არამედ კლასიკურ მეღვინეობაშიც. მრავალფეროვნებამ გამოიწვია ჩვენი ქართული ჯიშების, ანუ პირველი ეს ყველას კარგად გვესმის ალბათ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ამ ყურძნის თვითონ ჯიშის მრავალფეროვნებას ყურადღება არ ექცეოდა იმდენად. მაინც მიზანი იყო, რომ მეტი მივიღოთ, მეტი გამოსავლიანობა, ისეთი გეგმა, ხო, ყურძნის ჯიში შევარჩიოთ, რომელიც გამძლეა დაავადებების, რომელიც დიდ გამოსავლიანობას იძლევა და გავიმარჯვებთ, მოუგებთ აზერბაიჯანს, სომხეთს და ასე შემდეგ უფრო მეც ვაწარმოებთ. რაღაც ესეთი ამბები იყო, ხო? მაგრამ მე ყველა დამეთანხმება აქ, რომ ძველი ბევრი მეღვინე, რომელიც ძალიან საინტერესო ღვინოებს აყენებდა, მაგრამ იმასაც მეტი გასახანი შეიძლება არ ქონდა, ну ისეთი მოცემულობა იყო და დრო. მაგრამ ორი სიტყვით
გია დამეთანხმება, ირაკლიც გია ერთ-ერთი პიონერი იყო, რომელიც აი ეს ახალი ჯიშები, ახალი სტილი, მოდი რაღაც განსხვავებული, გარდა წინანდლისა, გარდა მუგუზნისა, გარდა ქინძმარაულისა და ხვანჩკარისა რაღაც დავაყენოთ, ახალი სტილის ღვინო. ეს ესე ვთქვათ, შექმნილი ბრენდებია, ამას თავისი ისტორია აქვს, ამას ხაზი არ უნდა გადაუსვათ. დღემდე აყენებს ბევრი ღვინის კომპანია ამ ადგილწარმოშობის ღვინოებს, კიდე შეივისო და გაიზარდა ადგილწარმოშობის ღვინოებიც. მაგრამ ვიცით და ყველა გძნობთ და ხვდებით, რომ უფრო წინა პლანზე წამოვიდა შენი ემოცია, შენი ხასიათი, შენი ახალი ბრენდი, ახალი დასახელება, ის რაღაც იშვიათი ჯიში, რომელიც სხვას არ აქვს, რომელსაც დაკვირვება და დრო ჭირდება, თან ესე უცბად არ ხდება მეღვინეობაში დამეთანხმებით ყველა რომ აი ეს პატარა ექსპერიმენტები, დრო, დაკვირვება, მოდი ამას ნაწილობრივ ჭაჭაზე დავაყენებ, მოდი ამას ვთქვათ ამ ტემპერატურაზე ვადუღებ, ამას დაკვირვება ჭირდება და დრო. მე ვიტყოდი რომ ჯერ კიდევ დუღილში არის ქართული მეღვინეობა, თუმცა ძალიან საინტერესო გამოვლენები ხდება ამავდროულად და ამ ყველაფერს სულ თვალის დევნა უნდა, პოპულარიზაცია უნდა, მარკეტინგულად ცალკე ამაშრომა უნდა და არ ვიცი ესე ორი სიტყვით აი ესეთ რაღაც შესავალს გავაკეთებდი და დანარჩენი უფრო მე აი მაშინ რო გავაგრძელოთ ეს აზრი თქვენ მე საინტერესოა ამ ახლის ძიების საწყისი წერტილი რა იყო? ერთი შეხედვით იყო რაღაც ჯიშები და ღვინის სორტები, რომელიც გამოცდილი იყო უკვე, ხო? ალბათ თავისი მუშტარი ეყოლებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ სადღაც თქვენ ესე იგი ჩათვალეთ, რომ მოდით ცდად ღირს. გამოცოცხლება, აღმოჩენა, რატო? მეც მოგესალმებით, მე ვარ გია პირადაშვილი. მიუხედავად ჩემი ორ ახალგაზრდასთან შორის უფრო ასაკობრივი სიზის უფრო ასაკის და მიუხედავად მეც არ ვარ დიდი გამოცდილი მეცაც კი მე ასე მეღვინე არა ვარ საერთოდ მე ამ ცდებით და ამ ჩემი ჩართულობით ჩემ მეგობრებთან ერთად მარტო მეც ვერ გააკეთებს ვერაფერს ცადეთ რომ შეგვეცვალა ფილოსოფია ის ფილოსოფია რომელიც იყო დამკვიდრებული საბჭოთა პერიოდში საბჭოთა პერიოდში იყო შიში ყველაფრის დღესაც შიში აჩერებს იმ ნოვატორულ თუ იმ რაღაც სიახლეების დანერგვას მეღვინეობაში რაც მაშინაც რაც იქაური იმდროინდელი პერიოდის იყო დამახასიათებელი მაგრამ რაღაცა პერიოდში ეს მე და ჩემო მეგობრებმა გადავლახეთ შევცვალეთ ბოთლი ეს პერიოდი იყო 90-იანი წლების დასაწყისი უბრალოდ შუა 96-95 წლები იქიდან მოყოლებული ამ დარგს ვებსახურებით და იყო პერიოდი როცა თქვათ იგივე ჩვენც გქონდა რა თქმა უნდა გარკვეული კითხვები და ჩვენ თავებთან რომ შევძლებთ კი ჩვენ იმის გაკეთებას რომ თქვათ ავაღორძინოთ ისეთი საინტერესო ჯიშები როგორც არის ქისი, ხიხვი, ცალკე დაგვეწურა გაკეთებინა რაღაცა სხვადასხვა სეპაჟები, სხვადასხვა კუპაჟები, სხვანაირად დაგვინახებინა ჩვენი მოხმარებლისთვის, სხვა ბოთს ჩაგვესხა, ეტიკეტზე არ ყოფილიყო ახონძული მედლები, რომელიც ვერ გაიგებდი რატო იყო ჩამოკიდებული იმ ბოთლებზე კომუნისტების დროს ამას მაშინდელ ეტიკეტებზე და მაშინდელ შეხედულებაზე საერთოდ მე თუ ვისაუბრებთ იგივე რატომ იყო კორპი მარტო რატო შემოდიოდა ბულგარია როცა კორპის სამშობლოდ პორტუგალია ითვლება და ასე შემდეგ ბევრი რაღაცები იყო ძალიან რთული იყო ამის გადაბიჯება და ამისი წაქცევა ამ კედლის და ეს ჩვენ ვიცოდეთ კიდეც ჩვენი პირველი მცდელობა კახით დასრულდა ჩვენ გავკოტრდით იმ კომპანიაში თუმცა აღმოჩნდა ხალხი მერე ვინც ის კომპანია ფეხზე დააყენა და დღეს ერთ-ერთი ფლაგმანია ქართული მეღვინეობის რაც შეეხება დღევანდელ ტენდენციას მე ვიტყოდი რომ დათო მარტო თქვენი შეხედულება თქვენს თავზე თქვენ როგორც ბრძანეთ რომ თქვენ ის ზედაპირულად ესე იცი ზედაპირულად ალბათ 90%-მა მსოფლიო ღვინის მომხმარებლისა მათთვის საინტერესოა გემოები მათ საინტერესოა როგორ მიაწოდებ პროდუქტს მათთვის საინტერესოა როგორ რას აღმოაჩენს ანუ როგორ აღმოაჩენს ის ახალ ქვეყანას ღვინისას მიუხედავად ისა ჩვენ ძალიან ძველი ქვეყანა ვართ ღვინის წარმოებელი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ვართ საუკეთესოება ჩვენ გავხდეთ საინტერესოები ჩვენ უნდა დავძლიოთ შიში იმისი რომ მარტო ქართული ჯიშებით ან მარტო ქართული მიდგომით ან მარტო ქართული
ეტიკეტით ან მარტო ქართულად სადღეგრძელოთი შეიძლება დავაინტერესოთ. ჩვენ უნდა გავხადოთ, ჩვენ უნდა ვიაზროთ ფართოდ, უნდა გავტეხოთ ყველა ნაჭუჭი, ყველა კედელი უნდა დავანგრიოთ, რაც კი არსებობს აი ამ გზაზე განვითარებისა. სხვანაირად არაფერი არ ვირთადება, როცა ჩვენ საუბრობთ ინდუსტრიაზე, ინდუსტრიას ახასიათებს აი ეს მსხრევა ბარიკადების, რომელიც მის წინ ყოველთვის აღიმართება რაღაც გარკვეული პერიოდულობით. ასე რომ იგივე თქვა ჩვენ ეხლა ჩემმა მეგობრებმა და მე გადავწყვიტეთ რომ დაგვეწყო ახალი ბრენდირება, თქვა ახალი ბრენდების და ახალი ბლენდების წარმოება, ეს არის ფრანგული და ქართული ჯიშების შერევით, იმიტომ რომ სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, აქ არც ერთი ქართველი უმაღლეს მმართველობაში არ არის. აქ არის ფრანგი, გერმანელი, ავსტრიელი და ასე შემდეგ და შვედი მფლობელი, შატო მუხრანის. და ჩვენ თუ გავსინჯავთ მათ ღვინოებს, არის ძალიან უაღრესად საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი ხედვით, თავიანთი ცოდნით და თავიანთი გამოცდილებით, რა თქმა უნდა, შექმნეს ის პროდუქტი, რომელიც ჩვენთვის გახდა ძალიან საინტერესო და არა მარტო ჩვენთვის, დანარჩენ მსოფლიოსთვისაც. ჩვენი კომპანია დღეს ყიდის თავის ღვინოებს დაახლოებით 20 ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა. ნორვეგიაში, ავსტრალიაში და ასე შემდეგ. არ ვარ ჩვენ ძალიან დიდი წარმოება ჩვენ რაწარმოებთ რა საშუალო რაოდენობის წარმოებები ვართ, დაახლოებით 9 მილიონ ბოთლამდე წელიწადში, მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო 700 ბოთლით თუ 500 ბოთლით დაახლოებით ამიდა ციფრებში შევიდე და დღემდე ასე მოვიდა 20 წელი გავიდა უკვე რაც ჩვენი ბრენდი არსებობს, მე ვინივერიაზე მაქვს საუბარი. მაგრამ ასე რომ ნებისმიერი დღევანდელი ახალგაზრდობა, მე იმიტომ აქ იმედი, მათი რომ ისინი სხვანაირად აზროვნები, მათ არ აქვს ის ისტორია შიშის და შიშის ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვცადეთ და ჩვენ გქონდა გადასალახი. მათ ეს ყველაფერი შეუძლიათ დაიწყონ სუფთაფულსიდან. მათ ეს ყველაფერი დაწყებულია სუფთაფულსიდან და ძალიან მომწონს მათი ნამუშევრებიც, მათი ეტიკეტების, მათი გაფორმება, როგორ უდგებიან ისინი ღვინის წარმოებას, რა სიახლეებს ეძებენ, იგივე არ მინდა არ შეიძლება არ ვახსენო იგივე ჟუჟუნა და ასე შემდეგ ისეთი დასასმელები, რომლებიც გახდნენ ტრენდულები, იქიდან გამომდინარე რომ კი არა ჩვენ მოგწონს, არა, იქიდან გამომდინარე რომ ახალგაზრდებს მოწონთ და მათთვის არის ეს მისაღები, მათთვის არის საინტერესო და სხვებისთვის გახადეს საინტერესო გახდეს ტრენდულები ყველაფერი. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი мотиваცია, რომ არ შეგვეშინდეს სირთულეების გადალახვის, ახალიზიების და საერთოდ ახალი რაღაცის შექმნის. გასაგები, ძალიან საინტერესო რამ ბრძანეთ, რომ ესე იგი ის შიში რომელიც არსებობდა მათ შორის იყო სიახლის შიში, ხო, რაღაც ახლის გაბედვის და გაკეთების. როგორც ყველა დარგში, რა თქმა უნდა, ეს შიში და ეს არ ვიცი რა ვთქვა, უცოდინრობაც ამას რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცები ახლავს თავს, ეს რა თქმა უნდა არის მეღვინეობის ძალიან საინტერესო. ანუ რაღაც რისკი მაინც საჭირო თუ მეღვინე ხარ, რაღაც რისკი აქვს. ყველგან აბსოლუტურად ავტომობილის წარმოებაშიც. ველოსიპედის წარმოებაში, ახლა ველოსიპედები, ახალ ველოსიპედებს გამოიგონეს ახალი ველოსიპედიც, გამოიგონეს ახალი ავტომობილებიც, გამოიგონეს ახალი განათებებიც, ყველაფერი შეიძლება რომ განვითარდეს, ასე რომ მეღვინეობაც არის დარგი, რომელიც მუდმივ განვითარებას საჭიროებს. აი, მაგ საკითხს მიუბრუნდებით, ბატონო და ბატონ ლევანთან მინდა რომ გადავიდეთ შეკითხვით. ძალიან საინტერესო რამ ითქვა. ჩვენ შეიძლება ვერ გავხდეთ საუკეთესოები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ საინტერესოები. გავხდეთ საუკეთესოები, თუ ჩვენ გავხდებით საინტერესოები. საინტერესოები. ხო, კი ბატონო. ვიყოთ ფუძე ერთი და იგივე. დავიწყოთ ბოლოდან. 8000 მოსავალი ბერლინში. მე ვარ, რა ქვია, დამყოფი, კი, ესე 4 კაცმა გამომიტანა მე. რიგი მიზეზების გამო. კაია. აი ამ დაკვირვებით თქვენ გაქვთ ესე პირდაპირი შეხება უკვე, ესე იგი ევროპელ ღვინის მოყვარულებთან და არა მხოლოდ მოყვარულებთან, ხო? ახალგაზრდებთან, ძველგაზრდებთან და ასე შემდეგ. არის თუ არა დღეს ქართული ღვინო საშუალო სტატისტიკური ევროპელი ღვინის მოყვარულისთვის საინტერესო სითხე? მოგესალმებით, მე ირაკლი ვარ ჩხაიძე. გამარჯობა კიდევ ერთხელ. თათო თუ შეიძლება აი ამ სპონსორთა და იმაზე ცოტა კომენტარს გავაკეთებ და მე მივალ მაქამდე და მეც არ მოუსწრები ვარ ეხა აი ამ პერიოდს ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ მე ჩემი წარმოდგენაში ესე ვყოფ რა, კომუნისტების პერიოდი, მე ემბარგომდე პერიოდი და მე ემბარგოს შემდეგ პერიოდი, ეს სამი ეტაპია და კომუნისტების დროს რა იყო, ეს უსიყვარულობა იყო და უღმერთობა იყო და ეს თავარი იწევს იმას, რომ
ის ძალისხმევა და ენერგია, რომელიც უნდა გაწიო, რომ ხარისხი მიიღო, არ წევ რა, არ წვალობ, იმიტომ რომ არც საკუთრების мотиваცია იყო, არაფერი არ იყო და ეს რაღაც ღვინოც აღარ იყო, მე მგონი, როგორც მე ჩემი და ესენი ყვებოდნენ, იყო რაღაც ხსნარი, რომელიც გათრობდა რა. სითხეც არ იყო, ხსნარი იყო. და მე როცა დამოუკიდებელ ვარ, რომ მივიღეთ, ესე პირდაპირ უცბად გადახვიდე და მაგარი ღვინო აყენო, ეგრე არ არის რა. რაღაც იმიტომ რომ მიჩვეული ხარ, ხა 70 წელი მაგას რო ეჭვები, როგორ გინდა უწევ. დიდი ჩავარდნაა სამ. დიდი ჩავარდნაა და ინერციით მიუყვებით. და ამ პერიოდში რაღაც ჩამოყალიბდა რომ ოჯახის ღვინო კაია ჩამოსასხმელი რა. ხო, მაგარია რა. თუ გინდოდა რომ ღვინო კაი ოჯახის ღვინო იქნებ სამე ოჯახის ღვინოში ალბათ იგულისხმობდა ის რომ ის არ არის მას წარმოება, თავიანთვის აკეთებენ და შესაბამისად უხარისხო არ იქნება, ხო? ალბათ ესე. ეგ არის და არც ბოთლის ღვინო არ ასოცირდებოდა ოჯახის ჩამოსასხმელი და მაგ პერიოდში მომიწია იტალიაში ცხოვრება და სწავლა რა. და რაღაც შობა იყო. ეს ამბავი მოყოლილი, მაგრამ ეს სახალხოთ არ მაქვს მოყოლილი. ძალიან აი განვითარება ძალიან კარგია და მაგით მომყვები და ახალი ჩასული ვიყავი ნოემბერში დაიწყო სწავლა და უკვე შობაზე ჩემი ცოლი საქართველოში წამოვიდა და მე დავრჩი იტალიაში და ჩემმა ჯგუფელმა მითხრა რომ წამოდიო ჩემი ბიძა ჩემიო არისო ნოტარიუსიო რა და ტრენტოში ავიდეთ და ერთი კვირა იქ ვიყოთო და ძალიან შობაზე წავედით ამდენ ზუსტად ჩავედით შობაზე 25 დეკემბერი იყო და ნუ მართლა ევროპული შობა იყო ნაძვის ხეს აჩუქრების გადაცემა მე და მე სადილზე პირველი მეორე დესერტი თელი ამბავე და ღვინოზეს რომ იდგეს ამბობენ 97 წლის მოსავალი გახსნათ თუ 98 თუ 95 და რაღაცა და იმან თქვა რომ მოდი შენ ანდრეა შენ სტუმარსაც კითხეო რომელი წელია ეს დაახლოებით? მე უკვე 2010 2011 მაგრამ ნუ ის არის რა და მე რა ვიცი მე ვთხარი ოჯახის ღვინო ხო არა გაქვთ რამე იმიტომ რომ მაგ ინერციით ვარ წასული რა და კი გაიკვირვეს რაღაც ამბავში და კი მოიტანეს გრაფინი დამიდგეს თვითონ რაღაც ფერარია ტრენტოში ძალიან ისე გავრცელებული ის არის ბახ გავარდებიან გამოხა ზოგი დანიცხნის ზოგი იმით ნუ ისე ჩაიარა რა მაგ დღემ და მეორე დღეს ვარ გოდაგვიყვე ნუ კი კარგი იყო რა ვიცი რა უშოვე მეორე დღეს ისევ სადილზე რო ჩავიდით გავიღუზეთ რაღაცა ისევ აი დღეს რას დალესო და მე ვთხარი თუ არ დარჩენილი ის ღვინო იმას დავლემეთქი და რაღაც იტალიურად რა მაგალითად ლუიესტი სტუპიდო რაღაც გიხوار გარეკაო უთხარი რომ რა გვაქვს შესაძლებლობა და რეალურად მე ხარ რო დავფიქრდი მაშინ აი რასაც ისინი სვავდნენ მაგავს გულისხმობდი იმ ბოთლებში ოჯახის ღვინოები ისხა რა ის ფერარი ის ანტინორი და ასე შემდეგ ეგენი ყველანი ოჯახები იყვნენ უბრალოდ რაღაც პერიოდში მათ დაიწყეს ბოთლში ჩამოსხმა შემდეგ ეხა ქართული მეღვინეობა რაზეც დადგა ისე ოჯახებზე პიროვნებებზე დადგა, აი გია პირადაშვილზე დადგა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვიტა რომ ღვინოს აყენებდა და მოდი ახლა ჩავასხავ იაგოზე დადგა, ბითარიშვილზე, რა ვიცი, მალხას ხარბედიაზე დადგა, რომელმაც ღვინის ფესტივალი გააკეთა და მოიწვია და ვა შენ ჩაასხი, მოდი, ანუ ამ ოჯახებმა გაკაჩეს ეს რა ქვია, ეხა რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ რა გოგაზე დადგა, რომელსაც გააკეთა სერვისი 525, რომელიც ძალიან მაგარი სერვისი, აი წარმოუდგენელია, რომ ვიღაცა სურვილი აქვს მეღვინეობის და შეუძლია მივიდეს და გააკეთებინოს. და მოკლედ ეს ოჯახები არის. ეხლა რა არის, თავი რა არის, აი ამისი რა. რატო ყვები და ნუ ესეთი ოჯახი უკვე ბევრია დღეს ჩვენ 8000 მოსავალში მუშაობთ 490 მეღვინეობასთან და აქედან 80% არის ოჯახი რა. და იტალია ხო მთლიანი ბიზნესი ოჯახი ნებისმიერი რაც არ უნდა იყო პრადა, გუჩი, რა ნებისმიერი არის ოჯახი, რომელმაც შექმნა ეს წარმოება. ეს მაგარია ძალიან და მაგიტომ გვიყვარდა ოჯახის ღვინოები ჩვენ მაგ დროს რა. ხო და ეხა გუშინ მირეკავს ჩემი ნათესავი, ჩემი ცოლის ნათესავი, ნუ ჩემი ეხა ხო ან არის შენი ნათესავი ან არა ეს ცოლის ნათესავი. ხო და მე ვნება რომ ძალიან ბევრი სტუმრიანობა მაქვს სახშიო რა. და რაღაც ღვინოს ვიყიდიო რა დიდია ჩემზე 1-20 წლის ალბათ 65 წლის იქნება და მე ვუთხარი ზურა კი და ვიცი მეთქი კარგი ჩამოსასხმელი ღვინოები რაღაცეებს იმას ვიზამთ მეთქი რა აგარ შევინებ მეთქი რა არაო ჩამოსასხმელ ღვინოს ხო არ დავდგაო სუფრაზე ბოთლი მინდაო რა 100-200 ბოთლი რო ვიყიდო ვა ნოტარიუსი ხარ შემოვიფიქ მაგარი ხარ თო ანუ საიდან მივედით ანუ ჩვენ რა ხსნარი რო იყო რაღაც ის რა ქვია და ეხა უკვე ოჯახებში როცა ჩვენ ასაკიც არა უფრო მაღალი თაობა გეუბნება რომ არა რა სტუმრები მომდის და ბოთლის ღვინო მინდა თელი წლის მარაგი რო ვიყიდო კარგი ავარჩიო 100 ბოთლი 200 ბოთლი ეს ძალიან დიდი აი ეს ნდობა დაბრუნდა ამას გულისხმობთ ხო აი ამ 30 წელიწადში აი ამ ოჯახებმა შექმნეს ის სიტუაცია რომ
ძალიან ცოტა დროა 30 წელი, აი წარმოუდგენელი დროა რა, რომ აი ამ ხსნარიდან მივსულიყავით აი ამ ხარისხამდე და მოკლედ ეგ არის. ეხლა გადავიდეთ დაუბრუნდეთ. ეხლა და აქ აი ამ ოჯახების შედეგად აღმოჩნდით ბერლინში. ბერლინი რა არის ეხლა რატო ავირჩიეთ ზოგადად ბერლინი? ყველა მაგას კითხულობს, ის არის და ბევრმა არის ზამთარ, მაგრამ გერმანია ყველაზე მეტ ღვინოს ყიდულობს სხვა ქვეყნებისგან. იმპორტში არის პირველ ადგილას. მოხმარებით არის მეოთხე ადგილზე, არის ამერიკა, საფრანგეთი, იტალია და მერე გერმანია. ძალიან ღვინისმელი ქვეყანაა რა, ძალიან დიდი კულტურაა ღვინის. და ბერლინი ამ ქალაქებს შორის არის პირველ ადგილზე, ყველაზე მეტ ღვინოს სვავს ბერლინი. და ნუ სულთა ციფრებით, მანამდე დაავდიოდით ციფრებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით და გავხსნილიყავით და რა გინდა ეხა აჯობო მაგათ რა რისლინგი და გრუნელმეტრინერი და გეურსტრამინერი და ხეცი ღვინოები აქვს ეხა რა ვიცი რა. თავი შიში რაც იყო ეს იყო ის რომ ქვევრის ღვინო რო ვერ მიიღონ, იმიტომ რომ რაც განსხვავება უნდა შევქნათ, ეს არის ქვევრის ღვინო და რა ვიცი აი როგორ გითხრათ 10-დან 7 სვავს თეთრ ქვევრის ღვინოს, ვინც მოდის და ეს ისე კი არ არის რომ ერთხელ მოვიდა და გასინჯა, განმეორებითი ყიდველები იმატებს და იმატებს. უკვე აი რო გადიან სადღაც გასულებზე აი შაბათ-კვირას ეგენი ძალიან გადიან რა, ქალაქ გარეთ ვიღაც მოდიან 5-ს იყიდიან 6-ს ბოლოს 2 ყუთს ჩაალაგებენ. ტენდენცია არის ისე რომ მე აი მაყოს უამბობ მაგას რომ გერმანელების ნაირი მხარდამჭერები, იტალიაში ცხოვრობ, იტალიელები ძალიან მხარდამჭერები არიან, ხეცები. ზოგადად ევროპა ხეცები არიან და აი მოდიან, მოყავთ მეგობრები ამ გერმანელებს და ელაპარაკებიან უკვე საქართველოს. ჩვენ რასაც ველაპარაკებოდით მანამდე რა. ეხა იმეებში მეორებდა და დაამატეს საკითხულები რაღაცა და აი ეგ გარემოა და მე მგონია რომ აი ამ ნიშაში რა ჩვენა ვართ, რა ჩვენი პიროვნულობა რაც გვაქვს, რომ ეს არის ქვევრის ღვინო და ეს არის ჭაჭაზე დაყინებული ღვინო და ზოგი ამბერ ღვინო. იქ რაღაც სიტყვებს ეხა ვცდილობთ რომ დავამკვიდროთ, მაგალითად ძირითადი სიტყვები საფერავი ვასწავლოთ, ქვევრი ვასწავლოთ, ხდებით? უკვე ამბობს უკვე რომ მოდის ამბერს აღარ ამბობს, ორანჟს აღარ ამბობს, ამბობს ვიდრე ქვევრი ვაინ თუ გაქვთ და რა ვიცი მე მგონია რომ მაგ მიმართულებით ძალიან წინა ვართ რა. ეხა იქაც ვინჯავთ რაღაც იტალიურებს, სლოვენიურებს, მაგრამ წინა ვართ. ერთი რაღაცა მაგ დასამატებელი რა ხან ირაკლიმ ზუსტად ძალიან კარგად ძანა და ეხა დავინახე აი ჩვენი მეგობარი დგას კნუტბერგ ჰერბერი რომელმაც გერმანელი ადამიანი უცხოური რა ქვია მაგას როგორი აგენტიო რა ქვია გავლენის აგენტი რომელმაც ძალიან ბევრ ქართველს თინა კეზელის მონაწილეობით და ტატა ჯაიანის მონაწილეობით ძალიან ბევრი წარმატებული გერმანული და ევროპული საღვინეები გვანახა და გაგვაცნობდა თავისო ძალიან ბევრი წელი. აბა ტაში დაუკრათ ამ ადამიანს, მეგობრებო. გერმანიაში, ავსტრიაში, ჩრდილო იტალიაში და რა ვიცი. დიდი მადლობა გნუტ. უცხოური გავლენის არის? აბა. კარგი ჩანართი იყო. ჩემი წილი მადლობა მას. აი ქვევრის ღვინო ვახსენეთ, ხო? წინა ორ პანელზეც ხშირად გაიჟღერა იმან რომ რა შეიძლება იყოს ჩვენი სავიზიტო ბარათი, ხო? რაც ტროას ცხენივით შევა სადღაც და მე ამ ყველაფერს მივაბამთ მე სხვა დანარჩენ ღვინოებს, სხვა დანარჩენ გემოებს. არის თუ არა, როცა ვთქვით, რომ როგორ გავხდეთ იმდენად საინტერესოები, რომ გავხდეთ საუკეთესოებიც, გადის თუ არა აი ამ საინტერესო ზღვარი სწორედ ქვევრზე. ქვევრი თუ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთადერთი გადარჩენის გზა ამ ხრივ. რას ფიქრობ? ორი სიტყვით ვიტყოდი, რომ წარმოდგენისთვის ვიცით ხო ალბათ დაახლოებით, რომ წელიწადში 100 მილიონ ბოთლზე მეტი ექსპორტი არის საქართველოსთან. აქედან მათ შორის იქნება ალბათ არ ვიცი ირაკლი შეიძლება მეტი ციფრები შეიძლება მილიონ ბოთლამდე იყოს ქვევრი შეიძლება. ანუ ამითი იმის თქმა მინდა რომ აუცილებლად 100 მილიონიდან 1 მილიონი არის ქვევრი. შეიძლება მეტი არ იყოს საქართველოში, არც შეიძლება მაგდენიც არ იყოს. ანუ ეს ისე წარმოდგენისთვის რატო ვამბობ ამას? ამითი არ ვაკნინებ მე და ხას იმას არ უსვავ რომ ქვევრის ღვინო და ეს ტრადიცია აუცილებელია, მაგრამ ამავდროულად კლასიკური მეღვინეობა არ უნდა დავივიწყოთ. იმიტომ რომ ესე იგი ის გაყიდული 99 მილიონი ბოთლი არის ჩვენი დარგის აი ჩვენი ოჯახების, რაც ირაკლი მახსენა და საერთოდ ქვეყნის სახელი და პრესტიჟი. რაც გიამ თქვა თავშივე რომ არც ერთ კატეგორიაში არ უნდა მოვიკოჭროთ მაქსიმალურად. იგივე ნახევრადტკბილი ღვინოების კატეგორია იქნება თუ ტკბილი ღვინოების, მშრალი, კლასიკური თუ ქვევრის ღვინოების და ასე შემდეგ. ასე რომ ესეთ კონკრეტულად ამ კითხვას ესეთ პასუხს გავცემდი. თუმცა
ქვევრის ღვინოს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, არა მარტო იმიტომ, რომ რაღაცა კუთხით, ესე იგი ეს იყო დაახლოებით 2011 წელი, როდესაც ერთ-ერთ ყინულმჭრელად ეს კატეგორია მოევლინა ქართული ღვინის კატეგორიას. რატო? იმიტომ რომ ამ პერიოდამდე რეალურად კომერციულად ქვევრის ღვინო არ იწარმოებოდა. ქვევრის ღვინო იწარმოებოდა და ეს 8000 წელი ზუსტად ეს ისტორია არის შენახული ისტორია და განვითარებული ისტორია ოჯახებში. ოჯახებში იწარმოებოდა. კომერციულად ესე ამდენი ახლა ირაკლი რასაც ყვება 8000 მოსავალი და იგივე ბერლინში რო შეგიძლია დააგემოვნო და საქართველოში ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომ ამდენი ოჯახები ესეთი მე ვიტყოდი მართალი და გაწონასწორებული საინტერესო ღვინოებით წარდგნენ. აქ ის უნდა ითქვას, რომ სანამ იმ 8000 მოსავალში შეძლებს შენ ღვინის პოზიციონირებას, ის ღვინო ისინჯება. არის პროფესიონალური პანელი, რომელიც ინჯავს. ეს იმიტომ არა, რომ შენ ვიღაცა იქ ჩაჭრან და აი შენ ღვინოს ვერ მივიღებთ და ეს უბრალოდ არის პრესტიჟი, რეპუტაცია პირველ რიგში ქართველი მომხმარებლის, რომ იმას სწორი ღვინო იყიდოს ჯერ საქართველოში და მით უმეტეს ბერლინში შემდგომ. რაღაც თამასას რო არ ჩამოვა. ხო, იცი რა, ის არსებობს ახლა აქ ბევრი მეღვინეებიც გვესწრებიან, ყოველ შემთხვევაში ღვინის ბიზნესში მოღვაწეების და ის კონკრეტული, რაზეც სოფლიო შეჯერდა და ცნობილია, ის დაავადებები იქნება ღვინის, ის ზადები იქნება თუ რაღაც ისეთი შენიშვნები არ უნდა მოყვებოდეს ღვინოს. არ შეიძლება რომ შენ რაღაც დაავადება ქონდეს ღვინოს და პირობითად იძახდე რომ იცი რა, რასაც ბუნება მომცემს, აი ესეა და მე იქ არაფერი არ ჩავერიე. მე განათლება არ მივიღე გაიზენჰაიმში, ხო, ჰიგიენაა და მათ შორის კიდე ბევრი ნიუანსები მარტო ჰიგიენისა, იმიტომ რომ მეღვინეობა არის ძალიან სენსიტიური საქმიანობა, ესე ვიტყოდი და აკადემიური განათლება აუცილებელია. შეიძლება ის მრავალი ოჯახი, რომელიც ირაკლი მახსენა, ყველას არ იყოს მაგისტრანტი დამთავრებული ბორდოს უნივერსიტეტში, ადელაიდაში, დევისის უნივერსიტეტში თუ გაიზენჰაიმში და ასე შემდეგ. მაგრამ ამას რო პატივს არ ცემდეს არ შეიძლება. ესე იგი, ჩვენ არ შეიძლება რომ ხაზი გადაუსვათ, რომ აი ეს მე პირობითად მამა-პაპამ აი ესე დამიბარა, ესე მასწავლა და მე არ განვიხილავ ამას. აქ დიდ შეცდომას დაუშვებთ და ბევრ ნაწილში წავაგებთ იგივე ევროპულ ღვინის კომპანიებთან ან ახალ მსოფლიოსთან. ანუ ამას უნდა ვცეთ პატივი. თუმცა როდესაც ვამბობთ, რომ არ ჩავერევი მე ღვინოში ზედმეტად, აი ქვევრის ღვინო რაც ახსენეთ კონკრეტულად და მინიმალური შეხება, ესეც მისაღები ფილოსოფიაა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც განისაზღვრება ღვინის ხარისხით და ორგანოლეპტიკით და ღვინის სტილისტიკით. და არის ესეთი ოჯახებიც უამრავი, ესეთი ღვინოებიც ირაკლი დამეთანხმება და ამას მივესალმებით, უბრალოდ ჩვენ თვითონ ქართველებმა ჩვენ უნდა შევძლოთ ამის ესე ვთქვათ აქვე გაფილტრა. თვითონ ქვევს რაც შეეხება ქვევრის ხარისხს, იქაც არის პრობლემები და არის სიკეთეებიც. ეხლა იტალიას როცა ვახსენებთ, ჩინეთს ვახსენებთ, ესპანეთს, არავინ არ თქოს ნაკლები თიხა იწარმოება იმ ქვეყნებში და ასე შემდეგ. ანუ ამითი კიდევ ერთხელ სხვანაირად არავინ არ გამიგოს, არც ერთ მექვევრეს და მეთუნეს, რომლებიც აშენებენ ქვევრებს, არ ვაკნინებ, უბრალოდ ესე იგი გაზრდილი არის მოთხოვნა და რომ მიყვეს ამას იგივე ის მექვევრეს ოჯახები, ძალიან დიდი ყურადღება არის და ძალიან დიდი კონტროლი, აქაც კონტროლი რა გაგებით ომობ, რომ ერთი მეორეს კარგი გაგებით, რომ არ შეიძლება, იმიტომ ქვევრები იყიდება კიდევაც, ექსპორტზეც გადის. არის შემთხვევები, რომ იქიდან კითხვას ვავენ, რომ იცით ამ ქვერმა გაუშვა ღვინო, ამ ქვერს რაღაცა ზადი გაუშვა, ასე შემდეგ. ანუ ბუნებრივია, ქვევრი საერთოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, ამით არც არავის არ ვაფრთხობ. უბრალოდ მეტი ყურადღება, მეტი მოვლა-პატრონობა უნდა, ამას ახლა ჩვენ აქ ესე დეტალურად ვერ განვიხილავთ. თუმცა ორი სიტყვით ვიტყვი, აი ეს პლატფორმა, რომელიც ჩვენ შარშან შევუქმნით, Crash 525, ანუ დაწურე 525, ჩვენ როგორც ტრადიციულ ქვევრებში ღვინოებს ვაყენებთ, ასევე კლასიკური მეთოდით, მაგრამ ჩვენ იდეა ის არის, რომ მაგალითად 7 დამკვეთი, 7 პარტნიორი იყო, 7 ოჯახი, ესე ვიტყოდი, უამრავი ასეული ოჯახი უკვე ირაკლი მახსენა, მაგრამ ეს პლატფორმა არის, ესე იგი, ძალიან საინტერესოა. საერთოდ მე ძალიან გამიხარდა, რომ გია როაქარი პირადაშვილი და ირაკლი, იმიტომ ეს 525 და 8000-იც რაღაცა ერთად რო ვსხედვართ, ესეც საინტერესოა. ეს ორივე სიახლეები არის. ეს სერვისიც სიახლეა, 8000 მოსავლის ეს კონცეფციაც სიახლეა. გია ხო თვითონ სიახლე არის, საერთოდ ყოველწელს სიახლეებს ახდენს ხოლმე, ხო და ეს ძალიან კარგია, სწორად თქვა გიამაც, რომ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. ოღონდ ამ ყველაფერს მე ერთი თხოვნა მექნება, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით ქართველებმა არასდროს
გინდა ქვევრის ღვინო იქნებოდ კლასიკური კონკურენტებად ერთმანეთი არ უნდა განვიხილოთ. პირიქით, წარმოებაში და მე ვიტყოდი გაყიდვებშიც კი უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. გაყიდვები ცალკე ფილოსოფიაა და მარკეტინგი, ყველას თავისი შეიძლება სტრატეგია ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი ეს პლატფორმა მაგასაც განიხილავს. ანუ ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება, ერთად მსჯელობა სტილისტიკაზე, მე ესე მინდა, ესე მაინტერესებს, ურთიერთგაზიარება ინფორმაციის და გაყიდვებს რაც შეეხება ამ პლატფორმაზე ეს იქნება თუ გიასთან იქნება მარანში თუ ირაკლისთან უამრავი ბლოგერი, იმპორტიორი, ღვინის პროფესიონალი მიდის, მოძრაობს, ნახულობს. იქ სულ ამას ერთმანეთს უნდა ხედავდნენ ეს კომპანიები, ეს ახალ-ახალი ბრენდები. ეს მოძრაობა არ იყო იმ საბჭოთა კავშირის დროს. ბევრი რაღაც არ იყო, ეხლა ჩვენ ესე ძალიან შედარებებით რო არ წავიდეთ, მაგრამ ხო, აი ეს ბევრი საინტერესო სიახლეა. დღესაც აი უამრავი ღვინის კომპანია დღესაც წარმოდგენილია მე მაგალითად აქ სამი კომპანიაა მერანოში სადაც სამ ადგილას მე მაგალითად რაღაც წლების მანძილზე მეღვინეთ მუშაობდი ეხლა სხვა პროექტს წარმოვადგენ მე იმის თქვა მინდა რომ ეს მოძრაობა ურთიერთობა კოლეგიალობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას უნდა ყველამ ყურადღება მივაქციოთ და ქვევრის ღვინოს ისე რომ დაუბრუნდეთ კითხვას რამდენად ფლაგმანად ითვლება არის ჩვენი ტრადიცია ნამდვილად და ნამდვილად უნდა ვახსენოთ ეს ესე როა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ გამართული ღვინოები არის წარმოდგენილი ამას ჩვენ მე მიწევს ხოლმე ზოგჯერ ხშირად სხვა კოლეგების ღვინოების წარდგენა ეს იქნება პრიბალტიკაში ეს იქნება დანიაში შვედეთში მიწევს ხოლმე ესეთი პრეზენტაციების ჩატარება და ძალიან ყურადღებით ეს არავის არ წვინს ჩემ კოლეგებს მიუხედავად ჩვენი მეგობრობისა კოლეგიალობისა მე ვსინჯავ იმ ღვინოებს სანამ მე წარუდგენ ამას პროფესიონალებს იმიტომ რომ სამწუხაროდ ადრე იყო ესეთი თქვა შემთხვევა რომ მე ეს ვერ მოვასწარე ვერ მოვახერხე და ერთ კონკრეტულ ღვინოს თქვა რაღაცა მქროლავი მჟავიანობა ქონდა ცოტა ზბრის ტონი ასე შემდეგ და მე რო კითხვა დამისვეს იქიდან რომ ეს რატოა და ასე მე მომიწია ამის ახსნა რომ ეს არის ახალბედა მარანი ძალიან პატარა ნატურალისტი რაღაცის ახსნა მაგრამ ეს ესეთი შემთხვევა იყო ჩემს თქვათ ცხოვრებაში მაგრამ ეს შემთხვევები არ უნდა იყოს ეს უნდა გამოირიცხოს ყოველი გაყიდული ბოთლი არის ჩვენი სახელი რა სულ ყველას აი ეს აზრი რო გავაგზავნოთ დიდი მადლობა ამ პასუხისთვის თქვენ თქვით რომ ინდუსტრია მოძრაობს და ცხადია ამ ინდუსტრიის მოძრაობა გულისხმობს იმასაც რომ პირობითად დავეკითხოთ აზრს იმ ადამიანებს ვინც მარკეტინგზე მუშაობს ხო და იმაზე თუ აი როგორ შეიძლება რომ ეს ამბავი გავიტანოთ უფრო უკეთ მოუყვეთ ქართული ღვინის ამბავს და წინა პანელი ეთმობოდა სწორედ ამ კრეატიული შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მათი აზრი იყო ესეთი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამბავი რომელსაც მოუყევით ხო და გიორგი პოპიაშვილმა ახსენა ესეთი შემთხვევა რომ აი მაკდონალდსის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე ცნობილი ნაწარმი არის ბიგ მაკი თუმცა მაკდონალდსი თავარ შემოსავალს იღებს კარტოფილი ფრანგულ ფრენჩ ფრაიზიდან და იმიდან ჩემი კითხვა სწორედ ამას მიემართებოდა არის თუ არა ქვევრი ის რის გარშემოც უნდა დავაშენოთ მე მთელი ინდუსტრია მეთქი კი ბატონო ძალიან კარგი კითხვაა და ძალიან ვრცელი პასუხები შეიძლება ამაზე მოვისურვოთ ძალიან ბევრი ადამიანისგან მე უბრალოდ ყოველთვის მომხრე ვიყავი უბრალოდ ჩემთვის ძალიან ამოსავალი წერტილი არის ერთი ისე აი არ მოგვერიდოს რაღაც სიახლეების კეთება და ამითი დადგა ღვინის ინდუსტრია იტალიაშიც ამხელა ასეთ დონეს მაგით მიაღწია ასე მიაღწია გერმანიაში ასე მიაღწია ესპანეთში საფრანგეთში ჩვენც არ უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა ძალიან აუცილებელია და ძალიან ისეთი მომენტია რა ქვევრის ღვინო ჩვენც არის ძალიან ფაქიზი რა მაგრამ ხარისხის გარეშე თუ ქვევრი არ იქნება ხარისხიანი თუ ის ადამიანი ვინც ქვევრის ღვინოს აყენებს ის არ იქნება ძალიან ორიენტირებული მეღვინეობის ჰიგიენისკენ ძალიან სპეციფიური ჰიგიენა ჭირდება და სპეციფიური მიდგომა და სპეციფიური ტექნოლოგიების გამოყენება ჭირდება იმას რომ შენი ქვევრის ღვინო იყოს მდგრადი და ყოველთვის იყოს კარგი ხარისხის ყოველთვის იყოს ზადის გარეშე ეს არის ძალიან რთული ამბავი და მას ძალიან ბევრი ცდები და ძალიან ბევრი შრომა ჭირდება მაგრამ ვინც გამოიარა უკვე ეს პერიოდები ან მათთანაც კონსულტაციების მიღების შემდეგ
ესეთი შემთხვევები შემცირდება. ზოგი ამბობს, რომ 2 ცხენზე ჯდომა არ შეიძლება და 3 ცხენზე და 4 კუთხე 2 კუთხეს ვერ დაგა. 2 კუთხეს კი არა, დღევანდელი ტექნოლოგიებით 5 კუთხეს დავიჭერ ერთად და ცხენებს კიდე შეაბავ ეტლში რა, მაგიტო არ გამოიგონდა კაცი უბრალოდ ეტლი რომ ის 4 ცხენი ან 8 ცხენი თუ 6 ცხენი გამოეყედებინა. ანუ იმით იმ ძველი მიდგომით, იმ რაღაცა დოგმატიზმით, დოგმატური მიდგომებით არ შეიძლება განვითარებაში რაღაცა წვლილი ან რაღაცა ხერი ნახო. ხერი ცოტა ისეთ სიტყვა არის, მაგრამ ხერია საბოლოოდ რა. ჩვენ ვეძებთ ყველგან შემოსავალს, ჩვენ ვეძებთ ყველგან სახელს, ჩვენ ვეძებთ ყველგან განვითარებას. ეს არ შეიძლება ერთმანეთისთვის თავიანთი გამოცდილების გაზიარების ან კითხვა უნდა გვეცხოვდეს. მე დღემდე ერთ ყველა საყვარელი საქმე რაც მაქვს მოусვიდო ჭკვიან ადამიანს რომ მას ბევრი კითხვები დაუსვა და ბევრჯერ თუ ვერ გავიგებ სამჯერ მკითხო რა იგივე. ესეთი რაღაცები ჩვენთან ეხლა ჩვენში მოსულა და გოგასთანაც ბევრჯერ მიკითხე და დღემდე ვეკითხები ხოლმე მიუხედავად იმისა რომ თქვა მე რომ წამოვედი თქვა ღვინის ბიზნესში გოგას სკოლაში დადიოდა მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ მან ჩემზე ბევრად 10 ჯერ მეტი ისმის იგივე გაყიდვებში ირაკლი ძალიან იმიტომაც არის წარმატებული ამ წარმატებულ ადამიანებს უნდა კითხოთ საიდან მიაღწიეს სად იპოვეთ ეს წარმატების ფორმულა რომ თვითონ გავუადვილდეთ შემდგომში თავიანთი ბიზნესის, თავიანთი ნამოქმედარის თუ თავიანთი შექმნილი პროდუქციის ხო, რა თქმა უნდა, მისი წარმატება. ეს არის მთავარი. როგორც კი შენ იკეთები გამოხურავ კარებს, მეღვინეობა და არა მარტო მეღვინეობა, ძალიან ბევრი დარგი არის ღია კარისთვის განწირული ინდუსტრია და დარგიც და შემოქმედება, ზედო ჩაკეტილ გარში არაფერ კეთდება აბსოლუტურად, ბავშვს ვერ გააკეთებ დაკეტილ გარში რა, ეგეთი რამეა რა. თუ ხო ეგრეა არაფერი არ კეთდება. თუ არ ხარ შეთო გახსნილი და შეთო არ გასცემ, შენ ვერაფერს ვერ მიიღებ, ვერასოდეს. ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, რომ ბევრი კითხეთ, ბევრთან გაიარეთ. კონსულტაცია არ არის აუცილებელი, უბრალოდ შეხედეთ. მის ნამოქმედარს შეხედეთ, როგორ აკეთებს რას სწავლ სადუჩებს შეცდომა შეიძლება შენ გამოუსწრებ ადამიანმა მის შეცდომა ბევრად უფრო სწრაფად დაინახავ და სხვა თვალით შეხედავ ვიდრე თქვათ მას მის ამ შეცდომების გამეორებას ადევნო თვალი ანუ შენი ჩართულობაც ძალიან აუცილებელია და იმ ადამიანის მოსმენის კულტურაც ვინცაც შეუულია შეცდომა აღიაროს და პლუს ამას შეცდომაზე მიგიცდებენ ის ყველაფერი გამოასწოროს და ეს მიიღოს ყველაფერი ძალიან კარგად და ძალიან წყნარად და ძალიან ნორმალურად პრინციპში ვამბობთ იმას, რომ ქვევრი კი ბატონო ძალიან ფაქიზი თემაა ჩვენთვის და ცდუნება ძალიან დიდია იმისა, რომ ფლაგმანი იყოს, მაგრამ ასევე ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ რისკთან და ბევრ ფაქიზ საკითხთან, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუკი ამ მიმართულებით წავალთ. მოდიშ მოვიხდი ერთი წუთი ირაკლისთანაც და თქვენთანაც, უბრალოდ რაც ის როცა ჩვენ ამხელა საქმე შევეჭირეთ, რომ ქვევრის ღვინო გვინდა რომ დავაყენოთ ჩვენ ფლაგმანად, ჩვენ გვჭირდება ხარისხი, ქვევრის ხარისხიც. კორპის ხარისხიც, ბოთლის ხარისხი, ბოთლი ჩვენთან არის წარმოება, ზოგადად ქვევრის წარმოება დღეს საქართველოში ერთადერთი ღუმელი არსებობს, რომელმაც შეუძლია აწარმოოს ეს არის იყალთოში, მშვენიერი ნამუშევარი, ძალიან კარგი, ასევე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ არ ჩამითვალოთ რაღაც პოლიტიკურ აჟიტირებაში, ესეც უცხოური აგენტის, გავლენის აგენტების მეშვეობით გაკეთდა. და ჩვენს საპატრიარქოსთან ერთად მათ შორის და ძალიან კარგი ტანდემი იყო და ძალიან კარგი წარმოება შეიქმნა. ასე რომ ჩვენთვის ხარისხი იმ პროდუქციისა, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რომელიც ჩვენს აუცილებელია ჩვენი პროდუქტის შექმნაში, არის ნომერი პირველი ამოცანა. დღეს ერთი ღუმელი არსებობს, სხვა უნდა არსებობდეს 10, იმიტომ რომ მე რო დავიწყე ღვინოში საქმიანობა, მოღვაწეობა არ მიყვარს, მე მოღვაწეობით მე ვფიქრობ, რომ მარტო ილია მოღვაწეობდა. იყო 4 კომპანია. დღეს არის 2000-ზე მეტი მწარმოებელი და ყველაზე მაგრად ეს მიხარია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ისიც მიხარია, რომ პირველი ვიყავი ერთ-ერთი, იმიტომ რომ პირველი ყოველთვის პირველია. მეორე, რაც არ უნდა შეზე მაგარი იყოს, მეორეა. ესე უნდა იფიქროს სულ ყველამ. ესე უნდა იფიქროს ყველა აი ამ პატარა ბიჭმა, აი შვილებმა, თქვენმა შვილებმა, რომ ისინი უნდა იყვნენ პირველები. თუ ჩვენ აქეთკენ არ ვიქნებით მიმართულები, რომ უნდა ვიყო პირველი, ყველაზე მაგარი, ვიქნებით ყოველთვის მაჩანჩალა ზაპაროჟეცი. აიგა. მოდიში ცოტა ემოციების მაგრამ ცოტა ემოციები რაღაცას ქართველები ემოციური ხალხია. ემოციური. აი, აქედან გამომდინარე გადმოვალთ თქვენთან აქ ჩამოვთვალეთ ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება ტრადიციული ქვეყნებია ღვინის წარმოების ამბავში. ხო, ეს არის იტალია ვახსენეთ, იქ ვახსენეთ საფრანგეთი,
ვახსენეთ პორტუგალია, მაგრამ ბოლო დროს მეც კი მესმის ისეთი ქვეყნები, რომელიც ადრე ჩემთვის არ იყო დაკავშირებული ღვინის წარმოებასთან. ხო, სამხრეთ აფრიკულ ღვინოებზე ვიგებ, არგენტინული, ახალზელანდიური ღვინოები. აი თქვენი გამოცდილებით, რადგანაც გაყიდვა, ღვინის გაყიდვა და მომხმარებელთან ურთიერთობა გაქვთ ამდენი ხანია და გაქვთ წარმატებულად. საინტერესოა ისინი როგორ შემოვიდნენ ეს ქვეყნები ბაზარზე, ანუ რა გზავნილით შემოვიდნენ. ველით სამხრეთ აფრიკული ღვინო პირობითად და ახალზელანდიური. შორის ეგ ძალიან საინტერესოა, რა ვიცი, წამიკითხავს ბევრი რა რაღაცები. მაინტერესებდა, იმიტომ რომ როდესაც იყო საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, უთვალთ გამოჩნდა სამხრეთ აფრიკა, ჩილე. ძალიან აგრესიულები იყვნენ რა. ძალიან აგრესიულები იყვნენ, იყო აყვანილი სახელმწიფო დონეზე, მაგრამ ჩილეს ჰქონდა კონკრეტული სტრატეგია რა, 3 კომპონენტისგან შედგებოდა. ეს იყო ერთი, რომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად იაფასიანი, უნდა ყოფილიყო აუცილებლად წითელი ღვინო და უნდა ყოფილიყო ერთი ჯიში კარმენერე რა. აი ამ სტრატეგიაზე ააგეს თავიდან. სახელმწიფო სტრატეგია. არა, სახელმწიფო სტრატეგია იყო დაამუშავეს. და იცოდნენ, რომ თუ აწარმოებდა მაგალითად ოჯახი ან საწარმო, უნდა გაეკეთებინა აქცენტი ამაზე, იაფზე, წითელზე და კარმენერეზე და მე მთელ მსოფლიოში სახელმწიფო აკეთებდა მაგის კომუნიკაციას, რომ ჩილე, ჩიპვაინ, კარმენერე ფრანგული ჯიშია, მაგრამ საფრანგეთში აღარავინ არ სწავს ამ კარმენერეს და ჩილეს და იდენტობა ეხა ჩილესთან აქვს. არგენტინასია აიღო, ნახეს არგენტინელებმა, რომელია ყველაზე ნაკლებად პოპულარული, მოკიდეს ხელი, წაიღეს და მიაბეს თავის იდენტობა, მერე შემდეგ გამოს, მაგრამ მან მთავარი რა იყო, იცი? სიცხადე იყო ამ სტრატეგიის, რომ იცოდა ამ გლეხმა, რომ თუ გააკეთებდა აი ამ 3 კომპონენტისგან, სახელმწიფო უზრუნველყოფდა თავისი კომუნიკაციით, აი ამის რეალიზაციას და მართლა ეხა სადაც რომელ ქვეყანაში წარონ წახვიდეთ, ჩილეს ღვინო ყველგან შეხვდება და ეხა დაიწყეს უფრო პრემიუმ სეგმენტშიც გადავიდნენ და აშენ, მაგრამ დასაწყისი ეგრე იყო და ეგ არის და ჩვენთან სულ იყო პრობლემა, რომ ეხა იქ რო ჩავდივართ გამოფენაზე, ზოგი ხიხს ამბობს, ზოგი ცოლიკაურს, ზოგი მუჯურეთულს და ეს იმათთვის ხიხვი მუჯურეთული ცოლიკაური ყოველთვის არის, მაგრამ მე არ მგონია რომ ეს არის ცუდი. პირიქით რაღაც ამბავში შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს და მისტიკური იყოს. ეხა მრავალფეროვნების ხოლმე ცოტა რო ვერ მოგყვება რა ამ იმაში რა. აი რატო არის ეხა ჩვენ რო ხსნით ბერლინში ისე დაუბრუნდები ამ ბერლინს, ყველამ გვეუბნებოდა რომ მარტო ქართული ღვინო რო იქნება იქ, რამე და რო ხალხი მოიზიდა და რაღაცა, მაგრამ რა არის ისი ეს ამბავით მოყოლილი მაგ რამოდენიმე ზე. იმ ბერლინში რო წავედი, აქედან ბოლტით, ტაქსით. რო ჩავფრინდი ბერლინში, იქაც ბოლტი გამოვიძახი. და მუსიკა იყო ერთ-ერთივე ჩართული. აქედან აეროპორტამდე და აეროპორტიდან იქ. საღამოს ყველაფერი დაკეტილი იყო, რო გავედი საჭმელი მეჭამა, რა მაკდონალდსი დავინახე, ანუ ევროპა ისე გაავს ერთმანეთს, რომ სიახლე აღარაფერი არ არის და უცბად რაღაც ქართული ღვინო 8000 ვინტიჯი და მარტო შედიხარ და შარდონე იმას გეუბნება მომეც და ეუბნები, არა მარტო ქართული ღვინო გიყურებს გაშტერებული და რაღაც მისტიკას ქმნი რა, შეკუმშულია რა, არ არის მოდებული, რაღაც კუპრივით არის და ყველას იზიდავს რაღაც გიშერივით და ეგ მოგწონს რა, ანუ ახალია და აი ამ ჯიშებშიც მე მგონია რომ არ უნდა დავპატარავდეთ, არ უნდა ასოცირდეთ სხვასთან. უნდა ვთქვათ ეგეც ალექსანდროული მუჯრი უნდა ვიძახოთ ეს ჯიშები 525 ჯიში ბევრი ჯიში მოხდა და უფრო ოკეანეს განცდა იქნება ვიდრე რაღაც ვიწრო და ესე შემდეგ და ამ ოკეანეს უნდა შემოვიტრიოთ ანუ თქვენ ამბობთ რომ შესაძლოა რომ ჩვენი სტრატეგია იყოს ჩილესგან აბსოლუტურად საპირისპირო თუ ისინი ამბობენ ერთი ჩვენ ამბობ 525 არ არის ის წარმატებული სტრატეგია იყო ძალიან მაგრამ მე ვამბობ რომ ეხა ეს ჩვენი სტრატეგია ეგ უნდა იყოს და ეგ არის იმათ არ ქონდათ ისტორია იმათ ჯიშიც არ ქონდა და ჩვენ 525 ჯიში ვიყავდა მან დავიწროდეთ და კი საფერავი არის ლოკომოტივი რა თქმა უნდა მიუყვეთ მაგრამ იქ უნდა თქვა რომ ოცხანური საფერე გაქვს რა უნდა თქვა რომ ჩხავერი გაქვს დღეს ეხა ერთი მეღვინე შემხვდა რაღაც სახელი მითხრა ეს ჩამოვასყიდო და მე ვთქვი ეგ რა არის მეთქი და ჯიშიაო არიციო რა ვიცი პირველად გავიგებ ამდენი ხანია ამ საქმეში ვარ და ისეთი ჯიში მითხრა ეს დავიმახსოვრე 525 ქართული სიტყვა არ ვიცით კაცო რა ო მარაქსი დიდი მადლობა ბატონ გია მოდით ესეთი კითხვით გადმოვალ თქვენთან წეგან თქვენ ახსენეთ რომ ჩვენ მუშაობთ რომ ქართული და ფრანგული ჯიშები პირობითად ცადოთ რომ რაღაცნაირად გავაერთიანოთ ხო დავაწყვილოთ და დავამეგობროთ სხვა ყველაფერთან ერთად ჩვენ გვახასიათებთ ხოლმე ქართველებს რაღაც ცოტა არ იყოს
ცხვირის აბზუება ისეთი წამოწყებების მიმართ, რაც თქვენ ახსენეთ, რომ აგერ 525 წელი გვაქვს ჩვენი და რა გვინდა ეხლა ჩვენ ფრანგული და გერმანული. როგორ და ვიცით რომ ღვინო ესეთი ფაქიზი ამბავია ქართველი ადამიანისთვის. გქონია აქამდე მსგავსი გამოცდილება, რომ დაგვეწყვილებინა პირადად შეგვერია ქართული და არაქართული ჯიშები და შეიძლება ძალიან ისეთ ცუდ კითხვას ვარ, მაგრამ აი როგორ მიიღებს რიგითი ქართველი ღვინის მოყვარული აი ამ წამოწყება. მე აბსოლუტურად გეთანხმებით სიახლეებში. მოვყვებით და ხარჯს გიჭერთ ბოლომდე, მაგრამ ეს წინასწარ რისკების დაზღვევაც საჭიროა, ხო? ამაში მე საერთოდ რისკს ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს არის ცხოვრებისეული ცხოვრება, ეს არის ჩვენი მენტალობის სწორად ჩამოყალიბება, მისი სწორი კონსტრუირება. წიაღლის მამულები რო იქნებოდა, ჩამოიყვანეს მოსანო და მან გააშენა წინანდალში სხვადასხვა ჯიბაშორი, მათ შორის იყო რისლინგიც, მათ შორის იყო შარდონეც, მათ შორის იყო სხვა ჩვენთვის დღემდე რომელსაც ვერ მოაღწია იჯიშები. იგივე აქ, როცა ივანე მუხრანელმა, ბაგრატიონ მუხრანელმა დაიწყო გაშენება საკმაოდ ხნოვანი ასაკში, მანაც ჩამოიყვანა ცნობილი მაშინ მისთვის ცნობილი არ ვიცი როგორ ვინ იყვნენ ისინი, მაგრამ საკმაოდ კარგი მევენახეები, ფრანგებიც, გერმანელებიც და გააშენა სხვადასხვა ტიპის. ეხლა ჩვენ ვართ ცქრიალა ღვინოების მექაში, ქართული მექა ეს იყო. ანუ აქ დაიბადა. მარტო სამშობიაროში ვართ რა. ცქრიალა ღვინო ქართული. ანუ ეს არის ადგილი, სადაც ესეთი რაღაცები როგორ უნდა შეგვეშ. ჩვენ თუ შევხედავთ სოფლიო რუკას, ხო, ფიზიკურ რუკას წარმოვიდგინოთ და პოლიტიკურ რუკას წარმოვიდგინოთ. იქ რო ხედავთ ქვეყნებს, ხო, იმის ადგილას რომ დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ ვენახები. სხვადასხვა ვენახები. და მე გავაკეთე ეს შედარებები რა. აი ევროპელი თქვა ქერათმიანი რო შეჯვარდა სამხრეთელ მაგალითად ვისთან, სიცილიელთან. ხო მაგარი ლამაზი ბავშვი გამოვიდა, ხო? აი ეგეთი ანუ ეს არის მთავარი, შეიძლება ეს ძალიან ისე ვამბობ, მაგრამ ქართულად ვამბობ რა, ძალიან ყველას ძალიან გასაგებენაზე. შერევა რაღაცის მე არ ვამბობ აღრევას. შერევა, რომელიც არის ძალიან სწორად მისადგომი, ანუ ძალიან ბევრი შრომა ჭირდება ამას, რომ სწორად შეურიო, სწორად ნახო კუპაჟიც, ან სეპაჟიც. მე მაგალითად სეპაჟით გავაკეთე, ქვევში დავწურე პინონუარი და საფერავი ერთად. რამდენიმე ქვევრი გამოვიღე, ბევრი ქვევრი, 12 ქვევრი, რომელსაც ვიყიდებ, თითო არის 3 ტონიანი, ცოტა მეტის, მაგრამ 3 ტონა ყურძებს წურავ თითოში. ქვევში, იმიტომ რომ მაინტერესდა თქვა ქვევში რა იმას მომცემდა, შედეგს მომცემდა, თუმცა ეს იგივე შემეძლო ცისტერნაში გამეკეთებინა იგივენაირი, რა ქვია, წარმატებით ან წარუმატებლობით რა. ძალიან ხო, სოვინიონი და ქისი დავწურე კლასიკურად. შარდონე, სოვინიონ ბლანი, რა ქვია იმას, ჩინური, კახეთში მოყვანილი გოგი ოტიაშვილის მიერ და კახური მწვანე დავწურე ერთად. როცა იგივე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაღაც მუსიკა, გიტარაზე დაკრული ან რაღაც ერთი ინსტრუმენტი დაკრული და მე ამას რო ანსამბლი ასრულებს. დაახლოებით ესეთი შედარებებია რა, ამიტომ ასე რომ ჩვენი გემოვნების და ჩვენი ფანტაზიიდან გამომდინარე, ეს არის ყველაფერი ძალიან გემოვნება ყველა სხვადასხვა აქვს, რომ ზოგს ტკბილი გვიყვარს, ზოგს მწარე გვიყვარს, მაგრამ მაგიტომაც არის გემოვნება საინტერესო და გემოები საინტერესო და სურნელიც საინტერესო, რომ მისი ერთობლიობა ან მისი განცალკევება იძლევა ძალიან სასიამოვნო შედეგებს. ღვინოც და სხვა ესეთი სასმელები არის სიამოვნების მოგვრისთვის შექმნილი პროდუქტი. ჩვენ ამით უნდა ვისიამოვნოთ, რა თქმა უნდა ვაკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვეძებოთ ჩვენი სიამოვნების წყარო. ეს არის დაწყებული ქალის სურნელით, დამთავრებული ღვინის სურნელით და მისი გემოთი. სხვა შორის არა მხოლოდ ვიზუალურად განები ხართ ერნესტ ჰემინგუეის, ეხლა დავაკვირდით ძალიან ისეთი ერთხელ ვიღაცა მითხრა და მეთქარი ცოტა მიკლები, ცოტა არა, ბევრი გიკლიაო და მოიცი რომ ბევრი მიკლია. ახლავე კითხვებზე გადმოვალთ, ყველას მოგეცემათ ესა რა ქვია საშუალება. ისიც რა პანე მათ შორის მინდოდა გვესაუბრა ასაკსა და ღვინოზე, ანუ აქვს თუ არა ღვინის სიყვარულს ასაკი. ვგულისხმობდი იმას, რომ რა ასაკში იწყებს ადამიანი ღვინის მოხმარებას არა მხოლოდ თრობისთვის, არამედ იმ სიამოვნებისთვის, რაც თქვენ ახსენეთ და თუ მოგვეცემა ამის საშუალება,
მხოლოდ კარგს მეტყველებს პანელზე, რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაგვიყვანა საუბარმა და ძალიან ვისი ამოვნე მე პირადად. მოდით ვისაუბროთ ამ შემთხვევაში მომავლის გემოებზე. თქვენ ალბათ გიწევთ დაკვირვება იმაზე, რა ტრენდები შემოდის, ხო? როგორი ტიპის ღვინოს მოიხმარენ, მაგალითად ახალგაზრდები. მე სულ მაინტერესებს ხოლმე, რომ მაგალითად კლუბების, რა ქვია, ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე რატო არ არის ღვინო წამყვანი სასმელი? ყველა მოიხმარს, არ ვიცი, ან კოქტეილს, ან რაღაცა რატო არ მოიხმარენ ახალგაზრდები პირობითად ღვინის, რა ქვია, მუსიკალურ ფესტივალებზე ძირითადად ღვინოს. ამაზე პასუხი მაინც და მაინც არ მაქვს. არადა საჭიროა რომ ნელა შეთრნენ, დაბალი გრადუსი იყოს, არ არის აუცილებელი ესეთი მომენტალური თრობა და ასე შემდეგ. როგორ იცვლება ღვინის მოხმარების წესი და ხასიათი ბოლო პერიოდში და რას უნდა მოელოდეთ ხვალ? ისე რომ ჩვენ შევძლოთ გადაწყობა აი ამ ტენდენციაზე. კი, ძალიან საინტერესო კითხვა და ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის, ალბათ ღვინის ბიზნესში მოღვაწე კომპანიებისთვის. მე ჩვენი დაკვირვებით, ახლა მაგალითად აი შარშანაც ჩვენი დამკვეთები დაუბრუნდები ისევ უცხოურ ჯიშებს 15 ყურძნის ჯიში გადავამუშავეთ შარშან და მათ შორის 4 იყო უცხოური, ანუ ფრანგული ჯიშები ამ შემთხვევაში და მათ შორის ახალგაზრდებმა ერთ-ერთმა ესეთმა ჯგუფმა ნახევრად თბილი ღვინოს დავაყენეთ 4 ჯიშისგან შემდგარი. ანუ რისი თქვა მინდა, ის მენტალიტეტი და ტენდენცია ალბათ იგივე ახლა ის საბჭოთა პერიოდში რო აი ნახევრად თბილი ღვინო და ეს ქალბატონების ღვინოა და სადესერტო ეს ძალიან არასწორი კატეგორიაა და მიდგომა. ესე იგი დღეს იმდენი ესეთი მრავალფეროვნებაა გიამას ისაუბრა აქ და ირაკლი კიდე ალბათ კიდე ბევრს იტყვის რომ ესე იგი გინდაც ეს აზიური სამზარეულო, ეს ცხარე, უამრავი რაღაც კერძები და ეს ნახევრად თბილი ღვინო, ის ჩვენი ძველი ტრადიცია, ესე იგი რომელიც იყო და არ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც ადგილწარმოშობის დააყენო, რომ ტვიში დააყენო ან ხვანჭკარი. შენ შეგიძლია ჩვეულებრივად ისევ აქაც კიდე თავისუფლება და მრავალფეროვნება, რომ იმ გინდაც უცხოური ან გინდაც იშვიათი ქართული ჯიშებისგანაც დააყენე ის ნახევრად თბილი, ან თბილი ღვინო, ან გადამწიფებით. ანუ ძალიან დიდი სპექტრია და მე რო ვაკვირდები აი ახალგაზრდები, ხო, სულ აი ესეთ სიახლეებს ეძებენ, ეხლა ესე პირდაპირ დღეს იცით სოფლიოში რომ საერთოდ თითქოს შენელებულია ახალგაზრდებში ზოგადად ღვინის მოხმარება, უფრო მაღალ ალკოჰოლური. ეხლა ეს კლუბებს და ხმამაღალ მუსიკას და ელექტრონს რაც შეეხება, ალბათ ჩემი აზრით შეიძლება ერთი ახსნა იყოს, რომ ღვინო საერთოდ ისეთი სითხეა ღვინო, რომ იმას ცოტა სიმშვიდეც უნდა, საუბარი ჭირდება, უნდა დავახასიათოთ, რაღაც ვისიამოვნოთ, ის სტილისტიკა განვიხილოთ და ეხლა იქ თუ ძალიან ჩართულია ხმა, რომ შევედი უკვე იქ არა, მე ვიგულისხმე დღის ფესტივალები, აი ესე გარემოში ღირაცის ქვეშ კი. ესეთ ფესტივალებზე ძალიან მიღებულია მე როგორც ვთქვი, საქართველოში ღვინო წამყვანი არის. არც ისეთი ხო, თუმცა იგივე ჭაჭაც ძალიან ისეთ დონეზე არის ასაყვანი, მე ესე ვიტყოდი, ამაზე კიდე ქართველებს ცალკე სამუშაოდ გვაქვს, არა მარტო ყურძნისეული, არამედ სხვა უამრავი ხილის, გიამ როგორც ახსენა, იგივე თვითონ დავით სარაჯიშვილს, თვითონ გერმანიაში სწავლობდა, საფრანგეთშიც და იმ ხილის გამოხდა და ბოლქვაძე იქნებოდა ეს ადანაია სესიაშვილები, ძმები ზუბალაშვილები, მე-19 საუკუნეში ხალხო იმხელა ტრადიცია ჰქონდა ხილის ბრენდების და ამ მიმართულებითაც ესეც თავისებურად აღსადგენია და ესეც უნდა ამითაც უნდა დაინტერესდეს ის ახალგაზრდობა, იმიტომ რომ ესეც შენი დიდი პლუსია ღირებულება სხვებთან შედარებით. იმიტომ რომ ყველა კარგად ვიცით, რომ ევროპაზე და ამერიკაზე არანაკლები ეხა ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნების გარდა ხილშიც იმხელა მრავალფეროვნება გვაქვს და ხარისხი და იმდენად ნატურალურია და ბუნებრივია ჩვენი რეგიონები და სტრუქტურა, მიწის თუ კლიმატი, რომ ესეც კიდე ცალკე დიდი მომავალი აქვს ამ ამბავს და ავიცი ხა ახალგაზრდები ჩემი გამოცდილებით ჩვენ ასევე მოღვაწეობთ და ალბათ იცით რომ რივავო ხილის ბრენდებს, ხილის ჭაჭავს ვქნით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ლოიალური მომხმარებელი ყავს ამ პროდუქტს. ერთი იმიტომ რომ ქართულია და მეორე იმას არ უნდა ხა იგივე პირობითად ის აბსოლუტური ბელუგა რაღაცა ესეთი იმპორტირებული და ანუ რაღაც ეროვნული ამბავიც არის, მე საინტერესოა, მე ის შემთხვევაა რომ მე შემიძლია ხილი მივიტანო და პირობითად ან გამოვხადო რაღაცა საცდელი გავაკეთო. ანუ ამის мотиваციაც არის. ასე რომ ეს ხდება მეღვინეობაში. ახალგაზრდებში მე ვხედავ რომ არის მაინც мотиваცია. თუმცა იგივე ხა ჩვენი ასაკი
ეხლა ერთი რა მომენტია ისიც კიდე განსხვავება, აი იგივე იმ საბჭოთა კავშირის დროს აი სიტყვაზე რო იყო სუფრები და ასე ვთქვათ KP და დიდი სუფრები. მაინც ყურადღება ხო ეს ექცეოდა რომ ერთი სტაბილურად ან უნდა რაღაცა კახური ტიპის ღვინო ყოფილიყო, ან ევროპულს, არა ევროპულს ვერ დავლევ, წითელ ღვინოს ხო სახლის ღვინო ირაკლი ყოფოდა, ან ეგეთი სტერეოტიპიც იყო, რომელიც ეს ყველაფერი დასანგრევია, რომ იცით რა წითელ ღვინოს არა ვერ ვსვავ რა, მე წნევა მიწევს და ერთ სიტყვით არ ვიცი, ესეთი რაღაცეები მოვლილი გვაქვს სოფლიო და მე არავისგან არ გამიგია ესეთი რაღაცა. ჩვეულებრივად მოიხმარენ იმდენ წითელს, რამდენსაც თეთრს და ხო და მithumetes ამხელა მრავალფეროვნება გვაქვს და მაშინ არ იყო ეგ და დღეს არის ეს იგივე მე ახალგაზრდებს რო ვაკვირდები თავის რაღაცა შეკრებას მოაწყობენ ქალაგარე წავლენ თუ რაღაცა ეს მრავალფეროვნება არის კი ბატონო ლუდს თავისი ადგილი აქვს და ექნება ყოველთვის რაღაცა კოქტეილებს რაღაც დოზით თავისი ადგილი აქვს ესეც უნდა კონდეს აქაც არაფერში არ უნდა ჩამორჩე მაგრამ ღვინო მაინც მე რო ვაკვირდები მონაწილეობს რა ისე არ არის ხო და რა ვიცი ღვინო და ლუდიც მონაწილეობს ერთად. ჩვენ მეგობრებად წადეს და ანუ ყველაფერი კიდე ერთხელ არ მინდა ბევრჯერ გავამეორე. არის სტერეოტიპების ნგრევა ჩვენი თაობას და ჩვენი შვილების თაობას და ალბათ ჩვენი შვილიშვილების და ასე შემდეგ სულ ყველა ვიქნებით სტერეოტიპების ნგრევაში. იმიტომ რომ ვიღაც არსებობს რაღაც ჯგუფი ხალხის ვინც ამ სტერეოტიპებს აშენებს მე ჩვენ მივიდეთ დავანგრიოთ. მე კიდევ რაც აშენებს მე ჩვენ კიდევ დავანგრიოთ. ეგრეა ეს ცხოვრება არის ბრძოლა რომელიც არის სტერეოტიპების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რაც არ უნდა რაც სადაც კი ჩვენ გვინდა განვითარება იქ არის ყველგან საომარი საბრძოლველი სიყვარულით რა თქმა უნდა და მონდომებით და პატრიოტიზმით და ყველაფერი უნდა იყოს ამაში შეზავებული როგორც იგივე ღვინოშია ძალიან ბევრი რაღაცები შეზავებული და იმითი მოტანილი ბახუსთ მე ჩვენ ვტკბებით ეგ არის მთავარი რა თქმა უნდა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ძალიან ცოტა ხალხი გვყავს ვინც ამაზე ფიქრობს სამწუხაროდ იმიტომ ჩვენ თვითონ ცოტა ვართ ეს იმიტომ კი არა რაღაცის ნიშნის მოგებით იმაში და ვიგივე საფრანგეთში ამაზე ფიქრობს მაგალითად 1000 ადამიანი იქ სპეციალური ინსტიტუტები არსებობენ რომ დაიწყო კონიაკმა და წამოვიდა ქვევით მისი გაყიდვები დაიწყეს კონიაკის ყინულით დალევა და რაღაც კოქტეილები შექმნა და რაღაც დაძველებული იმით რა ქვია ასწლოვანი სპირტები იმის აი ეს რომ ადრე გექნა გელიტი და არ აქცდებოდა და დღეს კოქტეილებს აკეთებენ ჩვენ რატომღაც მაინც რაღაცა გვეშინია რაღაცა შორტებით ვერ გავდივართ იმაში რა ქვია ქუჩაში რაღაცა რა ქვია ხო ის რაღაცა ის დასრული ჩასმელი ან დალაქავი ჩასმელი მცხვენია აი ეს არის სტერეოტიპები რა ადამიანში თუ ადამიანმა ეს გადალახა ეს რა თქმა უნდა პირობითი ვთქვი მე ყველაფერი მაგრამ რაც კონიაკზე თქვი ის აბსოლუტურად სიმართლე არის და ამას მართლა ეგრე იყო მაგრამ თავშეიდან დღეს კიდე ყველა კოქტეილს აკეთებს ჩვენ არ გვაქვს ჭაჭის კოქტეილი ძალიან ცოტა ან კიდე რაც გვაქვს ყველაზე კარგად ეს ირაკლი მის ის რომ ირაკლი საცალო ქსელს კარგად იცნობს და მე დარწმუნებული ის უფრო ბევრ საინტერესო რაღაც გვექნება ჩვენ ძალიან ცოტა მცდელობა გვაქვს აი ამ სიახლეების იგივე საკლუბო სასმელის შექმნის ხო მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგიურად ჩვენ საქართველოში ჩვენ გვაქვს რამდენიმე ადგილას რომელიც კილაში ანუ ალუმინის კილაში ისმევა ღვინო ან შეგვიძლია ოდნავ იმის კარბონიზაცია ხდება მაგის მანქანები არსებობს რომელიც არღის ჯვილი ძალიან იაფერებს ცირემდად დაანგარიძებს რომელიც შეუძლია სამოჯახს გაერთიანდეს და იყიდოს ანუ ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი საინფორმაციო ბაზა ჩვენ გვჭირდება ძალიან კაი ტექნიკური ბაზა რომელიც უნდა იხარჯებოდეს ის ფული რომელიც დღეს მიდის იმის რა ქვია ყურძნის დაფინანსებაში სამწუხაროდ დღემდე ესე მიდის რამდენი მილიონი გვა გადაყრილი როგორ მეცოდება ის ხალხი ვისაც ეს მილიონები მიცეს ისეთი ხო გადარიეს და ჩვენს გადაგვრიეს ვინც რაღაცას ფიქრობდა და არავინ არ გისმენდა არა უშავს რაღაცა ყველაფერი იცვლება ყველაფერი მიდის კარგისკენ ვიცი რომ ჩვენი შვილები ბევრად მეც უფრო მაგრა გააკეთებენ და ბევრად კარგად გააკეთებენ და ესეთ რაღაცეებში იმ ჩვენი გადასახადებით და ჩვენი შემოსავლებით გამდიდრებულ ბიუჯეტს არ დახარჯავენ არ გახარჯავენ რაღაცა манипуляციებისთვის და რაღაცა არასწორი მოქმედებებისთვის ისინი დახარჯავენ ამ ფულს იმისთვის რომ დარგიან როგორც მეღვინეობა განვითარებულ დღეს ესე იყოს მეცხოველეობა განვითარებულ ესე იყოს მებოსტნეობა განვითარებულ დღეს ჩვენ ვიქნებოდით ძალიან მაგარი ქვეყანა ანუ თვითკმარი ქვეყანა იმითი რომ ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება იქნებოდა დაცული სოფლის მეურნეობა სხვა არაფერი არ არის ეს არის სხვა ჩვენ ვერავის ვერ ჩვენი თავი უნდა გამოვყვებოთ ყველა ქვეყანა ამისკენ მიისწრაფის იტალია რომელიც არის ჩვენზე ბევრად უფრო
ლანდშაფტური მრავალფეროვნებით დიდი ტერიტორია, სადაც პური არ იყო და საფრანგეთში იგივე შარვალსვლიდან კარტოფილში და ასე შემდეგ ესეთი გაცვლა მიდიოდა, ისეთი მიდიოდა, რა ქვია, ბარტერები. ესეთ ქვეყანაში დღეს რომელიც არის ყველაზე დიდი მოხმარებელი პურ პროდუქტების, დღეს არის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი, იმპორტიორი ბოდიშით, ექსპორტიორი ბოდიშით პურის ფქვილის, ხორბლის ფქვილის. ანუ ჩვენთან რო გაიხედათ რომ მიდიხართ, ხო, ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია დამუშავებული მეტად და ბევრად მეტია რაღაცა დათესილი და რაღაცას ვიმკით. მაგალითად გუშინ და გუშინ წინ კილო ნახევარი ტრუფელი მოვაგროვეთ ჩემს გვერდზე ტყეში. 50 მეტრში ზუსტად რა და ის ვინც მოაგროვა იმას გადაუხადა იმაზე ბევრად ძვირი ამდენ იმას ჯეროდა 300 ლარი მივეც კილოგრამში რომელიც შავ ტრუფელში იტალიაში იგივე ფასი ხეს იტალია არა ვარ ჩვენ არ გვაქვს ეს ტრუფელის კულტურაც მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს სიმდიდრე რომელსაც ჩვენ ვერ გვგრძნობთ იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდები არ დაბრუნებულან კიდე იმ мотивაციით და არ გაგვიზრდია იმ мотивაციით ჩვენ კიდე სამწუხაროდ მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ დარწმუნებულად ყველა ამისკენ ხართ მოტივირებული რომ ჩვენი შვილები გავზარდოთ ბევრად მოტივირებული და ბევრად უფრო გრძნობადი იმ რესურსებისადმი რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სამშობლოში ჩვენს ქვეყანაში ჩვენს კუთხეებში ჩვენს სულში და არა მარტო სადღეგრძელოებით ყველაზე მეტად მძულ სადღეგრძელოები და ყველაზე მეტად ძულს დახროვებული სუფრები ჩვენი პაპები და ჩვენი ბებიები ესე არ სადილობდნენ ესე არ ვახშმობდნენ ის იყო სამი კერძი როგორც დღეს ევროპაშია და როგორც ჩვენ გაგიბასმენთ ჩემო ირაკლი ამას მინდა რომ მოვესწრო მე ჩემს ოჯახში ამას მოვესწრა იმიტომ რომ ჩემი მეუღლეც აქეთკენ მიდის და ეს ამაში მიწყობს და ძალიან ბევრი ვიცით რა მაგრამ არიან ის ადამიანები ვისაც ჩვენ ამისკენ ჩვენ რომ ვანახებთ ამას ისეთი ხო იცი ყველაფერი მოდური ხდება რა როგორც მოდური გახდა იგივე რა ქვია ის ელექტრონული მუსიკა ის არ რჩება მაგრამ მოდას ქმნის რჩება რა კლასიკა რჩება ბეთჰოვენი რჩება შუბერტი რჩება ბახი რაღაცა რომელიც არ კოდება არასოდეს მაგრამ ელექტრონული მუსიკა მოვიდა წავიდა კი რა თქმა უნდა ესეც იქაც იქნება რაღაცა ისეთი რა თქმა უნდა გენიალური ნაწარმოები რომელიც დარჩება მაგრამ ამას ჭირდება შრომა ამას ჭირდება ხალხი და ამას ჭირდება სიყვარული დარგისაც და ქვეყნისაც აქედან მოდის მერე ყველაფერი ირაკლი შენ ალბათ უფრო კარგად გააგრძელებდი მე მაინც ბრო დაკვირვების იმაში ვარ რეჟიმში იმიტომ რომ ყოველ დღე ამდენ ადამიანს უყურებ შემოდის როგორ შეიცვალა რა შეიცვალა გუშინ ეხა ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო რა კაი ნავაჭრე იყო მაგრამ აი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ღვინო მე ჩემ ახალგაზრდობაში არასდროს ყოველთვის ლუდით მარაგდებოდი და ლუდი მიქონდა და ფეხბურთს უყურებდი ლუდთან ერთად და ამას წინათ მითხრა რომ ბიჭო ეხა ჩემ თავს დავაკვირდიო და ფეხბურთს რო უყურებ შენთან მოდივარ რომ ღვინოს ყიდულობ და ღვინოსთან ერთად უყურებო რა და რა შევიცვალეო რა ადრე ანდა ეგ ხო რაღაც გადადგმული ნაბიჯია რა ჩვენ ეხა აი მე პირადად როცა სმა დავიწყე ის ასე თქვა 18 წლის მე ის ყოველთვის ღვინოს ვანიჭებდი უპირატესობას რა არასოდეს არ მქონდა მიდრეკილება არც არაყზე არც ვისკზე არც ჭაჭაზე უფრო ძიმე იყო მონელება მიჭიდა ღვინო მომწონდა ძამარა არ ვიცოდი დალევის კულტურა რა ანუ ვერ ვსავდით კარგად და ამიტომ ღვინო თეთრი ღვინო როდის ისმებოდა როდესაც რაღაც სადილი იყო ან ვახშამი იყო საჭმელი ეს რომ მარტო დამჟარიყავ თეთრი ღვინო დაგელი გიყო და გიჟია ერთადერთი ვიღაცა ჩავამოდა კაი წითელი ღვინო ეხა ხო და ეხა რადგან წითელი ღვინო რატომ მოწონთ კიდე იმიტომ რომ სხეული აქვს სრულია რაღაცნაირი საჭმლის ისიც აქვს რა სვავ გედება და ჩვენი ქვევრის ღვინო ზუსტად ეგ არის რა მე არ მჯერა იმის რომ ვიღას თაობა კარნახობს რა გემო უნდა ყოველთვის ჯერა იმის რომ თვითონ წარმოებელი ქმნის ტრენდს და ტენდენციას წარმოება როგორც აი გია ამბობს რომ უნდა იყო დაანგრიო ჩარჩოები გაანგრიო გატეხო ყველაფერი და გამოიგონ ახალი და ცადო აი ამ ცდებში იბადება ახალი ტრენდები. ეხლა აი პეტნატი არის ძალიან პოპულარული რა საქართველოში რა. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იმიტომ რომ ცქრიალა ღვინოა და შედარებით იაფია, მაინც თავიდან კი დაადეს ძვირფასები, მაგრამ ეხლა იწევს ნელ-ნელა რა. ეხლა ჩვენ ახალგაზრდებმა და პეტნატი ვინ იცოდა ეხლა. ვინმე შემოვიდა და დაიძახა მე პეტნატია ეხლა ტრენდში არავის არ თქვა. შენ ერთმა გააკეთო, ვინივერიამ გააკეთა, სხვათა შორის ძალიან კარგ ფაში. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ხელმისაწვდომი უნდა იყოს და რო ამოთ რომ ასაკი აქვს ღვინოს თუ არა, იმდენად ასაკი აქვს, რამდენადაც ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვის და ასაკიანებისთვის. ჩვენ რო გავხსენით 8000 მოსავალი,
მაშინ 30-დან 55 წლამდე ასაკის შემსყიდველების იყო 90%. ეხლა არის 70% რა. 18-დან 30%-მდე გაიზარდა 25%-მდე და 50 არა, უბრალოდ 55-ის ზემოთ არის 8% და აქეთ არის 22%. როცა იყო ისა რა ქვია 15% თუ რაღაცა 12% რა. იზრდება რა ქვია და იმიტომ რომ ის არის ფოთაშო გერმანიაში ახალი აი აქ არა გვაქვს სეგმენტში გაყიდვების რაღაცა 35% მოდის 65 წლის ზემოთ ხალხზე რა. იგი საოცრებაა რა მოვლენ ესენი რაღაცა ერთი მოვიდა ის რა ქვია კაცი იყო ერთი 72 წლის she's my girlfriend რა დროს girlfriend-ია მე ვუთხარი 72 წლის ხარ მაგრამ ნუ მაგ იმაში არიან და ის არის რა ქვია ხო და მე არ მომწონს ხა საწყინად არ მიიღოთ მაგრამ რაც უფრო იშვიათია ჯიში მით უფრო ძვირფასადებენ რა და რატო პირიქით ეს არ იცნობს ხალხი ამ ჯიშს და უნდა მიცე დაბალი ბაზო ხალხი მიეჭორ ხაწითელი მესვს რომ იაფიღებს მაგრამ ამ იმასაც რა ქვია თქვა არ ვიცი რა თქვა მე მივხვდება ვიზე მომყალა აი იშვიათ დაადე რა იაფირო გასინჯოს რა 84 ლარი ეხა ძალიან ეხავს რა სტუდენტი ვერ გასინჯავს ვერც ის ვერ გასინჯავს უნდა იყოს ხელმისაწვდომი სახალხო უნდა ღვინო უნდა იყოს სახალხო რა ჩვენ იმაში და ახალგაზრდების სხვადასხვა ყველაზე კარგად გრძნობენ მაგ ტენდენს ახლა ჩემმა მეგობარმა დაპოსტა იმაზე Facebook-ზე ძალიან მომეწონა აი ძალიან ნაღდია რომ როცა ასაკში შევალ და მივხვდებიო რომ უკვე საზრისი დავკარგეო შევხედაო ახალგაზრდათაობა საიტზე რა კურსსაც ირჩევს მეც იმის უკან დავდგებიო რა და ეგ ძალიან ნაღდია იმიტომ რომ ის ახალგაზრდა არასოდეს არ მაზავს რა ამ იმას როგორც აი პატარა ბავშვს აი ლუკას მე მგონი ვერ მოატყუებ რაც არ უნდა ყალბი იყო იგრძნობს ამ იმას თქოს ისე ახალგაზრდა არ ტყუდება და რაც მოწონს ახალგაზრდებს მოკლედ მაგრამ ახალგაზრდების გემოვნებას აი ჩვენ უნდა ვაყალიბებდეთ ხელმისაწვდომი კარგი პროდუქტებით. უღრმესი მადლობა თქვენ აი ამ პანელში მონაწილეობისთვის. მე გულწრფელად გისურვებ წარმატებას, იმიტომ რომ მგონია რომ თქვენი წარმატების პარალელურად ეს ყველაფერი იქნება თითოეული ჩვენგანის და ამ ქვეყნის მთავარი ასე ვთქვათ იდენტობის წარმატებაც. მადლობა. მადლობა.